1995 წლის დეკემბერში სანქტ-პეტერბურგის მერიის სარდაფში ერთ-ერთმა თანამშრომელმა აღმოაჩინა საქაღალდე, რომელიც არ უნდა არსებობულიყო. დოკუმენტები ბადრი პატარკაციშვილის ბიზნეს კავშირების შესახებ, ტელეფონის ჩანაწერები უცნობ პირთან, რომლის სახელი მაშინ არავისთვის არაფერს ნიშნავდა, ვლადიმერ პუტინი. მაგრამ ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ საქაღალდეში 3 გვერდი აკლდა. ზუსტად ის გვერდები, სადაც აღწერილი იყო, როგორ გადაიქცა უბრალო იურისტი რუსეთის ყველაზე ძლიერ ადამიანად. ვინ წაშალა ეს ინფორმაცია? რატომ? და რაზე მეტყველებდა ის, რაც დარჩა ბადრის ხელით დაწერილი შენიშვნები, სადაც ის იმეორებდა, ვლადიმერი ჩემი ინვესტიცია, ჩემი პროექტია? ეს არ იყო უბრალო ბიზნეს პარტნიორობა. ეს იყო რაღაც გაცილებით უფრო ღრმა, რაღაც, რაც შეეძლო შეეცვალა მთელი ქვეყნის ისტორია. ბადრი პატარკაციშვილი, ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა ორ სამყაროში ერთდროულად. ერთ მხარეს ის იყო ბერძნული ოლიგარქი, რომელსაც ეკუთვნოდა ტელეარხები, ნავთობის კომპანიები და უძრავი ქონება ლონდონში. მეორე მხარეს ქართველი ბიზნესმენი, რომელიც არასოდეს დაივიწყებდა თავის წარმოშობას და ყოველთვის ეძებდა ახალ შესაძლებლობებს. 1994 წელს, როცა რუსეთი ჯერ კიდევ ცდილობდა გაერკვია, რა იყო კაპიტალიზმი, ბადრიმ დაინახა რაღაც, რაც სხვებმა ვერ შენიშნეს. სანქტ-პეტერბურგის მერიაში, პავლე ბოროდინის ოფისში იჯდა ახალგაზრდა იურისტი, რომელსაც ჰქონდა ორი უნიკალური თვისება. ის იყო აბსოლუტურად ლოიალური და აბსოლუტურად გამოუცდელი დიდ პოლიტიკაში. სწორედ ეს ორი თვისება აქცევდა მას იდეალურ კანდიდატად. წარმოიდგინეთ სცენა, 1995 წლის გაზაფხული, პეტერბურგი, რესტორანი ევროპა. მაგიდასთან 3 კაცი, ბადრი, ბოროდინი და პუტინი. ბადრი საუბრობს თავისი ბიზნესის დაცვის აუცილებლობაზე, ბოროდინი კი უთხრის, მაქვს ადამიანი, რომელსაც შეუძლია ეს. ყოფილი კგბ-შნიკი, სანდო, ჭკვიანი და რაც მთავარია, მას სჭირდება შანსი. პუტინი ჯერ კიდევ არ იცის, რომ ეს შეხვედრა შეცვლის მის ცხოვრებას. ის ფიქრობს, რომ ეს უბრალო კონსულტაციაა. მაგრამ ბადრი ხედავს რაღაც სხვას, ის ხედავს ადამიანს, რომელსაც შეუძლია იყოს იდეალური ინსტრუმენტი. არა პარტნიორი, არა მეგობარი, ინსტრუმენტი. და ბადრი იწყებს ინვესტიციას. რას ნიშნავდა ინვესტიცია ბადრის ენაზე? ეს არ იყო უბრალოდ ფული. ეს იყო კავშირები, შესაძლებლობები, კარების გახსნა. პუტინს სჭირდებოდა ყველაფერი, დაფინანსება, კონტაქტები მოსკოვში, დაცვა კონკურენტებისგან. ბადრი აძლევდა მას ყველაფერს. მაგრამ რატომ? რა ხედავდა ის ამ ჩუმ თავმდაბალ იურისტში, რომელიც მაშინ არ ფლობდა არც ქონებას, არც გავლენას? ბადრის მახლობელი თანამშრომლები იხსენებენ, რომ ის ხშირად იმეორებდა ერთ ფრაზას: ვლადიმერი არის ადამიანი, რომელიც არასოდეს დაივიწყებს, ვინ დაეხმარა მას. ეს იყო ინვესტიცია მომავალში, ინვესტიცია ლოიალობაში, ინვესტიცია იმ ადამიანში, რომელიც ერთ დღეს შეიძლება გახდეს ძალიან, ძალიან ძლიერი. მაგრამ რა ფასი გადაიხადა ბადრიმ ამ ინვესტიციისთვის? და რატომ 1998 წელს, როცა პუტინი უკვე იყო პრემიერ-მინისტრი, ბადრი იწყებს მისგან დისტანცირებას? რა მოხდა იმ წლებში, რომლებიც შეცვალა მათი ურთიერთობა მეგობრობიდან ცივგაანგარიშებად? და რატომ 2007 წლის თებერვალში, ლონდონში, ბადრი პატარკაციშვილი იღებს გადაწყვეტილებას, რომ პირველად საჯაროდ ისაუბროს თავის როლზე პუტინის აღზევებაში? 1995 წლიდან 1999 წლამდე ეს იყო ოქროს პერიოდი ბადრისა და პუტინის ურთიერთობაში. პერიოდი, როცა ყველაფერი ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო, როცა ალიანსი ჯერ კიდევ მუშაობდა, როცა ორივე მხარე იღებდა იმას, რაც სჭირდებოდა. პუტინი იყო ბადრის კრიშა პეტერბურგში, იურიდიული დაცვა, ადმინისტრაციული რესურსი, კავშირები მერიაში. ბადრი კი იყო პუტინის ინვესტორი, ფინანსური მხარდაჭერა, შესაძლებლობები ბიზნესში და რაც მთავარია, კავშირები მოსკოვში, სადაც იწყებოდა ნამდვილი ძალაუფლება. ეს იყო სიმბიოზი, რომელიც მუშაობდა იდეალურად. მაგრამ როგორც ყველა სიმბიოზი, ის მოითხოვდა ბალანსს. და ბალანსი იწყებს ირღვევას 1997 წელს. პირველად ოფიციალურად ბადრი პატარკაციშვილი საუბრობს თავის როლზე პუტინის კარიერაში 2007 წლის იანვარში BBC-ს ჟურნალისტ ჯონ სვინთონთან ინტერვიუში. ეს არის პირველი ინტერვიუ 25 წლის განმავლობაში, სადაც ბადრი პირდაპირ აღიარებს: დიახ, მე დავეხმარე პუტინს. დიახ, ის იყო ჩემი პროექტი. და დიახ, ის მირეკავდა დღეში 2-ჯერ. ეს არის სენსაცია. ეს არის ის, რაც არასოდეს არ ითქმოდა ხმამაღლა. მაგრამ რატომ ბადრი გადაწყვეტს ახლა, ამ მომენტში, ამ ინტერვიუში, რომ გაამჟღავნოს ეს საიდუმლო?
რა შეიცვალა? რა აიძულებს მას რომ დაარღვიოს ის ჩუმის შეთანხმება, რომელიც არსებობდა მათ შორის 10 წლის განმავლობაში? პასუხი მდგომარეობს იმაში, რაც მოხდა 2006 წლის ოქტომბერში. ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობა, ეს არის გარდამტეხი წერტილი ბადრისთვის. არა იმიტომ, რომ ის იყო მისი მეგობარი ან პარტნიორი. არა. არამედ იმიტომ, რომ ეს მკვლელობა აჩვენებს, თუ როგორ შეიცვალა ის სისტემა, რომლის შექმნაშიც ბადრიმ თავად მიიღო მონაწილეობა. 1995 წელს, როცა ბადრი ეხმარებოდა პუტინს, ის ფიქრობდა, რომ ქმნის ეფექტურ მენეჯერს, ადამიანს, რომელიც შეძლებს რუსეთის მართვას ბიზნეს პრინციპებით. მაგრამ 2006 წლისთვის ის ხედავს, რომ შექმნა რაღაც სხვა სისტემას, სადაც ძალაუფლება აღარ არის ბიზნესი, არამედ გადარჩენის საკითხი. წარმოიდგინეთ ბადრის გრძნობები იმ მომენტში. ადამიანი, რომელსაც ეგონა, რომ აკონტროლებს სიტუაციას, უცებ აღმოაჩენს, რომ მისი პროექტი გაურბა კონტროლს. პუტინი, რომელიც ოდესღაც მირეკავდა მას დღეში ორჯერ, ახლა აღარ პასუხობს ზარებს. პუტინი, რომელიც ოდესღაც სჭირდებოდა ბადრის დაცვას, ახლა თავად არის ის, ვისგანაც სჭირდება დაცვა. და ბადრი იწყებს გაგებას, რომ მან შექმნა მონსტრი. არა მეტაფორულად, სიტყვასიტყვით. ის დაეხმარა ადამიანს, რომელმაც შექმნა სისტემა, სადაც ძალაუფლება არის აბსოლუტური და სადაც არავინ არის უსაფრთხო. მაგრამ ბადრი არ არის ადამიანი, რომელიც ჩუმად დაეთანხმება თავის შეცდომას. ის იწყებს მოქმედებას. პირველი ნაბიჯი დისტანცირება. 2005 წლიდან ბადრი იწყებს თავისი აქტივების გადატანას რუსეთიდან. ის კიდის თავისწილებს რუსულ კომპანიებში, გადახყავს ფული ლონდონში, ქმნის ახალ სტრუქტურებს, რომლებიც არ არის დაკავშირებული კრემლთან. მეორე ნაბიჯი პოლიტიკური აქტივობა საქართველოში. ბადრი იწყებს ფინანსურ მხარდაჭერას ოპოზიციური მოძრაობებისა, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება კრემლის ინტერესებს კავკასიაში. მესამე ნაბიჯი ეს ინტერვიუ. ინტერვიუ, სადაც ის პირველად საუბრობს ხმამაღლა იმაზე, რაც ყველა მიცოდა, მაგრამ არავინ ბედავდა ეთქვა. რას ელოდა ბადრი ამ ინტერვიუს შემდეგ? დაცვას. გამჟღავნებას. თუ უბრალოდ სურდა, რომ ჩაეწერა ისტორიაში როგორც ადამიანი, რომელმაც თქვა სიმართლე. ჩვენ არასოდეს გავიგებთ ზუსტ პასუხს, რადგან 2007 წლის თებერვალში, ერთი კვირის შემდეგ ამ ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ, ბადრი პატარკაციშვილი გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსია გულის შეტევა. მაგრამ ის, ვინც იცნობდა ბადრის, იცოდა, რომ ის იყო ადამიანი, რომელიც ყოველთვის აკონტროლებდა თავის ჯანმრთელობას, რომელსაც ჰყავდა პირადი ექიმები, რომელიც რეგულარულად გადიოდა გამოკვლევებს. გულის შეტევა. ამ მომენტში. ერთი კვირის შემდეგ ამ ინტერვიუს შემდეგ. 1995 წლიდან 2007 წლამდე 12 წელი. 12 წელი, რომლის განმავლობაშიც ბადრი პატარკაციშვილი და ვლადიმერ პუტინი იყვნენ დაკავშირებულნი უხილავი ძაფით. ძაფით, რომელიც იყო ნაწილობრივ ბიზნესი, ნაწილობრივ პოლიტიკა, ნაწილობრივ პირადი ლოიალობა. მაგრამ რა ხდება, როცა ეს ძაფი იწყებს წყვეტას? რა ხდება, როცა ერთი მხარე ხდება ძალიან ძლიერი, ხოლო მეორე ძალიან საშიში? და რა ხდება, როცა ორივე მხარე იწყებს გაგებას, რომ მათი ალიანსი აღარ არის ურთიერთსასარგებლო, არამედ გახდა ურთიერთსაშიში? 2006 წლის ნოემბერში, ლონდონში, ერთ-ერთ პრივატულ კლუბში ბადრი პატარკაციშვილს ეწვია უცნობი ვიზიტორი. ეს ვიზიტი არ ჩაწერილა არც ერთ ოფიციალურ დოკუმენტში. ბადრის უსაფრთხოების სამსახური არ აფიქსირებდა ამ შეხვედრას. მაგრამ მოწმეები იხსენებენ, რომ შეხვედრის შემდეგ ბადრი გამოვიდა ოთახიდან უჩვეულოდ ფერმკრთალი. ის არ უთხრა არავის, ვინ იყო ეს ადამიანი და რაზე ისაუბრეს. მაგრამ მომდევნო დღეს ბადრიმ დაიწყო თავისი უსაფრთხოების სამსახურის გაძლიერება. ის დაიქირავა ახალ მცველებს, შეცვალა თავისი მარშრუტები, შეწყვიტა ვიზიტები რუსეთში. რა მოხდა იმ შეხვედრაზე? ვინ იყო ეს ადამიანი, კგბ-ს აგენტი, კრემლის წარმომადგენელი, თუ უბრალოდ ძველი მეგობარი, რომელმაც მოვიდა გაფრთხილების მისაცემად? არსებობს ერთი თეორია, რომელიც არასოდეს დადასტურებულა, მაგრამ რომელიც ხსნის ბევრ რამეს. ამ თეორიის მიხედვით იმ შეხვედრაზე ბადრის შესთავაზეს არჩევანი, ან ის ჩუმად ტოვებს პოლიტიკას, წყვეტს ყველა კავშირს ოპოზიციასთან და ცხოვრობს მშვიდად ლონდონში, ან რა? ეს არის კითხვა, რომელზეც ბადრიმ უპასუხა თავისი მოქმედებებით. იმის ნაცვლად, რომ დაეთანხმებინა, მან გააძლიერა თავისი პოლიტიკური აქტივობა. 2007 წლის იანვარში ის აცხადებს, რომ აპირებს მონაწილეობის მიღებას საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში.
ეს არის პირდაპირი გამოწვევა კრემლისთვის, რომელიც მხარს უჭერდა მოქმედ პრეზიდენტს. და შემდეგ თებერვალში ის იძლევა ამ ინტერვიუს, სადაც ის პირველად საუბრობს თავის როლზე პუტინის აღზევებაში. წარმოიდგინეთ ბადრის მდგომარეობა იმ მომენტში. ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ლონდონში, ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქალაქში მსოფლიოში. მაგრამ რომელიც იცის, რომ მისი წარსული მისდევს მას. ადამიანი, რომელსაც აქვს მილიარდები, მაგრამ რომელიც ვერ იძენს იმას, რაც ყველაზე მეტად სჭირდება, უსაფრთხოებას. ადამიანი, რომელმაც იცის ძალიან ბევრი და სწორედ ეს ცოდნა აქცევს მას საშიშად. რას გრძნობს ასეთი ადამიანი? შიშს. მრისხანებას. სინანულს. თუ იქნებ გმირობას გრძნობას, რომ მან უნდა თქვას სიმართლე, რაც არ უნდა დაუჯდეს ეს. ბადრის უახლოესი წრე იხსენებს, რომ იმ უკანასკნელ კვირებში ის ხშირად საუბრობდა თავის მემკვიდრეობაზე. არა ფინანსურ მემკვიდრეობაზე, ის უკვე იყო მოწესრიგებული. არამედ ისტორიულ მემკვიდრეობაზე. ის ამბობდა, მე მინდა, რომ ადამიანებმა იცოდნენ სიმართლე. არა ის, რასაც ეუბნებიან, არამედ ის, რაც მართლა მოხდა. ეს არის ადამიანი, რომელიც იცის, რომ მისი დრო შეზღუდულია. ეს არის ადამიანი, რომელიც მზადება თავისი ისტორიის მოყოლისთვის, რაც არ უნდა დაუჯდეს ეს. და ის მოყვება თავის ისტორიას იმის შესახებ, როგორ დაეხმარა ის ერთ ადამიანს, რომელიც შემდეგ გახდა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ლიდერი თანამედროვე მსოფლიოში. მაგრამ ეს ისტორია არ არის მხოლოდ ბადრისა და პუტინის შესახებ. ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ იქმნება ძალაუფლება თანამედროვე მსოფლიოში. ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ ერთვებიან ბიზნესი და პოლიტიკა, ფული და გავლენა, პირადი ამბიციები და ეროვნული ინტერესები. ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ერთმა ადამიანმა, ერთი გადაწყვეტილებით შეცვალოს მთელი ქვეყნის ბედი. და ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ რა ფასი უნდა გადაიხადო ამ გადაწყვეტილებისთვის. ბადრი პატარკაციშვილი გარდაიცვალა 2007 წლის თებერვლის 32 რიცხვს, თავის სახლში ლონდონის გარეუბანში. ოფიციალური მიზეზი გულის შეტევა. მაგრამ კითხვები რჩება. რატომ ახლა? რატომ ამ მომენტში? რატომ ერთი კვირის შემდეგ იმ ინტერვიუს შემდეგ, სადაც მან პირველად საუბრა თავის როლზე პუტინის კარიერაში? ეს კითხვები არასოდეს მიიღებს ოფიციალურ პასუხს. მაგრამ ისინი რჩება როგორც შეხსენება იმისა, რომ ზოგიერთი ისტორია ძალიან საშიშია, რომ მოიყოლო ხმამაღლა. და მაინც ბადრის ისტორია არ დასრულებულა მისი გარდაცვალებით. მისი სიტყვები, მისი ინტერვიუ, მისი მემკვიდრეობა, ყველაფერი ეს რჩება. და ყოველი ახალი თაობა, რომელიც ეცნობა ამ ისტორიას, სვამს იმავე კითხვებს, რა მოხდა მართლა? ვინ იყო ბადრი პატარკაციშვილი, ბიზნესმენი, პოლიტიკოსი თუ ადამიანი, რომელმაც შეცდომით შექმნა მონსტრი? და რა იქნებოდა, რომ ის არ დაეხმარებოდა პუტინს იმ შორეულ 1995 წელს? როგორ შეიცვლებოდა რუსეთის ისტორია? როგორ შეიცვლებოდა მსოფლიოს ისტორია? ბოლო წუთამდე ვიცოდი, რომ ყველაფერი კარგად დასრულდებოდა, ამბობს ყოფილი თანამშრომელი, რომელიც მუშაობდა ბადრის უსაფრთხოების სამსახურში 1999 წელს. მისი ხელები ჯერ კიდევ კანკალებს, როცა იხსენებს იმ დღეებს. ჩვენ ვიცოდით ყველაფერი, ყველა საიდუმლო მარშრუტი, ყველა სარეზერვო გეგმა, ყველა კონტაქტი. მაგრამ არავინ გითხრა, რომ ვლადიმერ პუტინი აღარ იყო ის ადამიანი, რომელსაც ბადრი იცნობდა. რას იცოდა ეს ადამიანი, რასაც ჩვენ არ ვიცით? დღეს საღამოს სამი ყოფილი წევრი ბადრის შინაგანი წრიდან საუბრობენ პირველად იმ საიდუმლოებებზე, რომლებიც ინახავდნენ 10 წლეულების განმავლობაში. მათი ამბები შეცვლის ყველაფერს, რასაც ფიქრობ, რომ იცით რუსეთის თანამედროვე ისტორიის შესახებ. წარმოიდგინეთ სცენა, 1997 წლის ზაფხული, მოსკოვი, ერთ-ერთი პრივატული რეზიდენცია რუბლიოვკაზე. ბადრი პატარკაციშვილი ელოდება მნიშვნელოვან სტუმარს, ვლადიმერ პუტინს, რომელიც ახლახან დაინიშნა ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის დირექტორად. ეს არის პირველი შეხვედრა მათ შორის მას შემდეგ, რაც პუტინი გადავიდა პეტერბურგიდან მოსკოვში. ბადრის თანამშრომლები იხსენებენ, რომ ის იყო აღელვებული, თითქოს ელოდა ძველ მეგობარს, რომელსაც დიდი ხანია არ უნახავს. მაგრამ როცა პუტინი შემოვიდა, რაღაც შეიცვალა. ის იყო იგივე ადამიანი გარეგნულად იხსენებს ერთ-ერთი მოწმე, მაგრამ მისი თვალები იყო განსხვავებული. ცივი. გამოთვლილი. თითქოს ის აღარ იყო ის ვლადიმერი, რომელიც ოდესღაც მირეკავდა ბადრის დღეში ორჯერ რჩევის მისაღებად. შეხვედრა გაგრძელდა 3 საათზე მეტი ხნის განმავლობაში. არავინ იცის ზუსტად რაზე ისაუბრეს, რადგან ბადრიმ გაათავისუფლა ყველა თანამშრომელი ოთახიდან.
მაგრამ შეხვედრის შემდეგ, როცა პუტინი წავიდა, ბადრი დარჩა მარტო თავის კაბინეტში თითქმის 1 საათის განმავლობაში. როცა საბოლოოდ გამოვიდა, მისი სახე იყო დაძაბული. ერთ-ერთმა მახლობელმა თანამშრომელმა გაბედა და ჰკითხა, როგორ წავიდა შეხვედრა, ბადრიმ უპასუხა მხოლოდ ერთი ფრაზით: ჩვენ შევქმენით რაღაც, რასაც აღარ ვაკონტროლებთ. რას ნიშნავდა ეს? რა მოხდა იმ 3 საათში, რამაც შეცვალა ბადრის დამოუკიდებულება მის ყოფილი პროექტის მიმართ? და რატომ იმ დღიდან ბადრი იწყებს თანდათანობით დისტანცირებას პუტინისგან? პასუხი მდგომარეობს იმაში, რაც ხდებოდა რუსეთში იმ წლებში. 1987 წელი იყო გარდამტეხი წელი რუსეთის ისტორიაში. ბორის ელცინი კარგავდა კონტროლს, ოლიგარქები იყოფოდნენ ბანაკებად, ეკონომიკა იყო კოლაფსის ზღვარზე. და ამ ქაოსში პუტინი, რომელიც ახლახან დაინიშნა ფსფ-ს დირექტორად, იწყებდა თავისი ძალაუფლების კონსოლიდაციას. ბადრი ხედავდა ამ პროცესს და ხვდებოდა, რომ ის, რაც ოდესღაც იყო მისი ინვესტიცია, ახლა იქცეოდა დამოუკიდებელ ძალად. პუტინი აღარ სჭირდებოდა ბადრის დაცვა, ახლა მას ჰქონდა მთელი სახელმწიფო აპარატი. პუტინი აღარ სჭირდებოდა ბადრის ფული, ახლა მას ჰქონდა წვდომა სახელმწიფო რესურსებზე. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პუტინი აღარ სჭირდებოდა ბადრის რჩევები, ახლა მას ჰქონდა საკუთარი ხედვა რუსეთის მომავლის შესახებ. მაგრამ ბადრი არ იყო ადამიანი, რომელიც მარტივად დათმობდა კონტროლს. ის იწყებს ახალ სტრატეგიას, თუ ვერ აკონტროლებს პუტინს პირდაპირ, მაშინ შეეცდება გავლენა მოახდინოს მის გარემოზე. 1987 წლის შემოდგომაზე ბადრი იწყებს აქტიურ კონტაქტებს პუტინის ახლო თანამშრომლებთან, ადამიანებთან, რომლებიც მუშაობდნენ ფსბ-ში, ადამიანებთან, რომლებსაც ჰქონდათ წვდომა პრემიერ-მინისტრის ოფისთან. ის სთავაზობს მათ ფინანსურ მხარდაჭერას, ბიზნეს შესაძლებლობებს, კავშირებს დასავლეთთან. მაგრამ რეალურად ის ცდილობს შექმნას ინფორმაციის ქსელი, ადამიანები, რომლებიც მოახსენებენ მას, რა ხდება პუტინის შინაგან წრეში. ერთ-ერთი ასეთი ადამიანი იყო პავლე ბოროდინი, ის ადამიანი, რომელმაც პირველად გააცნო ბადრი და პუტინი ერთმანეთს. ბოროდინი იყო კრემლის მმართველი ელცინის დროს და ჰქონდა უზარმაზარი გავლენა. ბადრი ინარჩუნებდა მჭიდრო კონტაქტს ბოროდინთან, რეგულარულად ხვდებოდა მას, განიხილავდა პოლიტიკურ სიტუაციას. მაგრამ 1999 წლის გაზაფხულზე რაღაც შეიცვალა. ბოროდინი იწყებს დისტანცირებას ბადრისგან. მათი შეხვედრები ხდება უფრო იშვიათი, საუბრები, უფრო ფორმალური. ბადრის თანამშრომლები იხსენებენ, რომ ის იყო შეშფოთებული ამ ცვლილებით. რატომ პავლე მერიდება ჩემს ზარებს? კითხულობდა ის. პასუხი მოვიდა რამდენიმე თვის შემდეგ, როცა გახდა ცნობილი, რომ ბოროდინი იყო ერთ-ერთი მთავარი ლობისტი პუტინის დანიშვნისთვის პრემიერ-მინისტრად. წარმოიდგინეთ ბადრის გრძნობები იმ მომენტში. ადამიანი, რომელიც ფიქრობდა, რომ აკონტროლებს სიტუაციას, უცებ აღმოაჩენს, რომ მისი საკუთარი კონტაქტები, ადამიანები, რომლებსაც ის თვლიდა მოკავშირეებად, მუშაობენ სხვა დღის წესრიგზე. დღის წესრიგზე, რომელშიც ბადრის როლი ხდება სულ უფრო და უფრო მცირე. ეს იყო პირველი ნიშანი იმისა, რომ ძალაუფლების ბალანსი იცვლებოდა. და ბადრი, ადამიანი, რომელიც ყოველთვის იყო ნაბიჯით წინ, იწყებს გაგებას, რომ ამჯერად ის ჩამორჩება. მაგრამ ბადრი არ იყო ადამიანი, რომელიც ადვილად დანებდებოდა. თუ მისი ძველი სტრატეგია აღარ მუშაობდა, მაშინ ის შექმნიდა ახალს. 1999 წლის ზაფხულში, როცა პუტინი უკვე იყო პრემიერ-მინისტრი და ელცინის მემკვიდრე, ბადრი იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც შეცვლის მის ცხოვრებას, ის იწყებს თავისი აქტივების გადატანას რუსეთიდან. არა იმიტომ, რომ ის ეშინოდა, ჯერ კიდევ არა. არამედ იმიტომ, რომ ის ხედავდა, რა მოდიოდა. ის ხედავდა, რომ ახალი რუსეთი, რომელსაც პუტინი აშენებდა, არ იქნებოდა ადგილი დამოუკიდებელი ოლიგარქებისთვის. ეს იქნებოდა ადგილი მხოლოდ იმათთვის, ვინც იქნებოდა ლოიალური კრემლის მიმართ. და ბადრი იცოდა, რომ მისი ლოიალობა ჰქონდა ლიმიტი. რას ფიქრობთ, რა იყო ის ლიმიტი? რა იყო ის წერტილი, სადაც ბადრიმ გადაწყვიტა, რომ ის აღარ შეეძლო მხარი დაეჭირა იმ სისტემისთვის, რომლის შექმნაშიც თავად მონაწილეობდა? ბადრი პატარკაციშვილის პირადი ექიმის არქივში, რომელიც გახდა ხელმისაწვდომი მხოლოდ 2021 წელს, არსებობს დოკუმენტი, რომელიც არასოდეს უნდა ყოფილიყო საჯარო. სამედიცინო ჩანაწერები 1999 წლიდან 2006 წლამდე 7 წლის განმავლობაში ბადრის ჯანმრთელობის მდგომარეობის დეტალური აღწერა. ამ დოკუმენტებში არის რაღაც, რაც ეწინააღმდეგება ოფიციალურ ვერსიას მის გარდაცვალების შესახებ. ჩანაწერები აჩვენებს, რომ ბადრის გული იყო შესანიშნავ მდგომარეობაში, რეგულარული გამოკვლევები, ნორმალური მაჩვენებლები, არანაირი ნიშანი სერიოზული პრობლემებისა.
მაშინ როგორ შეიძლება რომ ადამიანი, რომლის გული იყო შესანიშნავ მდგომარეობაში 2006 წლის დეკემბერში, გარდაიცვალა გულის შეტევით 2007 წლის თებერვალში? რა მოხდა იმ ორ თვეში? და რატომ ბადრის ოჯახმა უარი თქვა აუტოპსიაზე, მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანული ხელისუფლება ითხოვდა მას? ეს კითხვები გვიყვანს უფრო ღრმა საიდუმლოებამდე, რომელიც დაკავშირებულია არა მხოლოდ ბადრის ჯანმრთელობასთან, არამედ მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან იმ უკანასკნელ წლებში. მისი მახლობელი მეგობრები იხსენებენ, რომ 2005 წლიდან ბადრი იწყებს ცვლილებას. ადამიანი, რომელიც ყოველთვის იყო ოპტიმისტი, ენერგიული, სავსე გეგმებით, ხდება უფრო და უფრო ჩაფიქრებული, უფრო ფრთხილი, უფრო პარანოიდული. ის იწყებს საუბარს იმაზე, რომ ვიღაც მიყვება, რომ ჩემი ტელეფონები მოსმენილია, რომ ჩემს გარშემო ადამიანები არ არიან ის, ვინც ჩანან. ეს იყო უბრალოდ პარანოია თუ რეალური საფრთხის შეგრძნება. 2006 წლის მარტში, ლონდონში, ხდება ინციდენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ბადრის შიშები არ იყო უსაფუძვლო. ალექსანდრე ლიტვინენკო, ყოფილი ფსპ-ს ოფიცერი, რომელიც გაიქცა რუსეთიდან და ცხოვრობდა ლონდონში, მოულოდნელად ავად ხდება. მისი სიმპტომები იყო უცნაური, ძლიერი ტკივილი, თმისცვენა, ორგანოების უკმარისობა. რამდენიმე კვირის შემდეგ ექიმები აღმოაჩენენ, რომ მისი ორგანიზმი იყო მოწამლული პოლონიუმ 210 რადიოაქტიური ნივთიერებით, რომელიც არსებობს მხოლოდ რუსეთის სპეციალურ ლაბორატორიებში. ლიტვინენკო გარდაიცვალა 2006 წლის ნოემბერში, მაგრამ მის გარდაცვალებამდე ის ასწრებს ინტერვიუს მიცემას, სადაც პირდაპირ ადანაშაულებს ვლადიმერ პუტინს თავის მოწამვლაში. ბადრი პატარკაციშვილი და ალექსანდრე ლიტვინენკო იცნობდნენ ერთმანეთს. არა ახლო მეგობრები, მაგრამ ისინი ხვდებოდნენ ლონდონის რუსულ ემიგრანტულ წრეებში. ბადრის თანამშრომლები იხსენებენ, რომ ლიტვინენკოს გარდაცვალების შემდეგ ბადრი იყო შოკში. ის იმეორებდა ერთსა და იმავეს, თუ ისინი გაბედეს ეს ლონდონში, მაშინ არავინ არის უსაფრთხო, იხსენებს ერთ-ერთი მოწმე. იმ დღიდან ბადრი იწყებს თავისი უსაფრთხოების ზომების რადიკალურ გაძლიერებას. ის იქირავებს ახალმცველებს, ყიდულობს სპეციალურ აპარატურას ტელეფონების მოსმენის გამოსავლენად, იცვლის თავის მარშრუტებს ყოველდღიურად. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, ის იწყებს დოკუმენტების მომზადებას. დოკუმენტების, რომლებიც უნდა გახდეს საჯარო მის გარდაცვალების შემთხვევაში. რა იყო ამ დოკუმენტებში? ბადრის იურისტები, რომლებმაც მუშაობდნენ ამ მასალებზე, ინახავენ ჩუმობას დღემდე. მაგრამ არსებობს ინფორმაცია, რომ ეს იყო დეტალური აღწერა ბადრის როლისა პუტინის კარიერაში, თარიღები, თანხების შეხვედრების საუბრები. ყველაფერი, რაც შეეძლო დაემტკიცებინა, რომ პუტინის აღზევება არ იყო ბუნებრივი პოლიტიკური პროცესი, არამედ კარგად დაგეგმილი ოპერაცია, რომელშიც ბადრი თამაშობდა ცენტრალურ როლს. ეს დოკუმენტები უნდა გადაეცათ რამდენიმე დასავლურ მედია ორგანიზაციას ბადრის გარდაცვალების შემთხვევაში. მაგრამ ეს არასოდეს მოხდა. რატომ? პასუხი შეიძლება იყოს დაკავშირებული იმ უცნობ ვიზიტორთან, რომელიც ეწვია ბადრის 2006 წლის ნოემბერში, ვიზიტორთან, რომლის შესახებ ვისაუბრეთ წინა თავში. ზოგიერთი წყარო ამტკიცებს, რომ იმ შეხვედრაზე ბადრის შესთავაზეს გარიგება, თუ ის არ გაასაჯაროებს ამ დოკუმენტებს და წყვეტს პოლიტიკურ აქტივობას, მისი ოჯახი იქნება უსაფრთხოში. თუ არა, არავინ შეძლებს მათ დაცვას. ეს იყო არჩევანი, რომელიც არავის უნდა გაეკეთებინა, არჩევანი საკუთარ უსაფრთხოებასა და ოჯახის უსაფრთხოებას შორის. ბადრიმ აირჩია მესამე გზა, რომელიც არ იყო შეთავაზებული. იმის ნაცვლად, რომ დაეთანხმებინა ან უარი ეთქვა, მან გადაწყვიტა გაესაჯაროებინა ყველაფერი, მაგრამ არა დოკუმენტების საშუალებით, არამედ პირადი ჩვენებით. 2007 წლის იანვარში ის იძლევა იმ ცნობილ ინტერვიუს BBC-სთვის, ინტერვიუს, სადაც ის პირველად საუბრობს თავის როლზე პუტინის კარიერაში. ეს იყო გამბედაობა თუ სიგიჟე? ეს იყო გმირობა თუ ცდა გადაერჩინა საკუთარი თავის საჯაროობის საშუალებით? ჩვენ არასოდეს გავიგებთ ზუსტ პასუხს, რადგან ერთი კვირის შემდეგ ამ ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ ბადრი პატარკაციშვილი გარდაიცვალა. მაგრამ დარჩა ერთი საიდუმლო, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ამოხსნილი. ბადრის პირადი ექიმი, რომელიც იყო მასთან ერთად იმ უკანასკნელ დღეებში, ამტკიცებს, რომ ბადრის ჯანმრთელობა იყო სტაბილური. არანაირი ნიშანი გულის პრობლემებისა. მაშინ რა მოხდა იმ დილას 2007 წლის თებერვლის 32 რიცხვს? რატომ ბადრის ოჯახმა უარი თქვა დეტალურ გამოკვლევაზე? და რატომ ის დოკუმენტები, რომლებიც ბადრიმ მოამზადა, არასოდეს გახდა საჯარო? ვინ აკონტროლებს ამ ინფორმაციას დღეს? და რა მოხდება, თუ ერთ დღეს ეს დოკუმენტები მაინც გახდება ხელმისაწვდომი?
წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი იმ 12 ადამიანიდან, რომლებმაც იცოდნენ ყველაფერი ბადრი პატარკაციშვილის შესახებ, ყველა საიდუმლო გარიგება, ყველა პოლიტიკური კავშირი, ყველა დოკუმენტი, რომელიც შეეძლო შეეცვალა ისტორია. ახლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ უნდა აირჩიოთ, შეინარჩუნოთ თქვენი ლოიალობა, ან გადაარჩინოთ თქვენი ცხოვრება. 2007 წლის თებერვალში ამ ადამიანებმა გააკეთეს არჩევანი, რომელმაც შეცვალა ყველაფერი. რამ აიძულა ისინი, რომ შეენარჩუნებინათ ჩუმობა? რა იცოდნენ ისინი, რაც ჩვენ არ ვიცით? და რატომ 15 წლის შემდეგ ისინი ჯერ კიდევ ინარჩუნებენ ჩუმობას? ბადრი პატარკაციშვილის შინაგანი წრე იყო მცირე, მაგრამ ძალიან ერთგული. ეს იყო ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ მასთან ათწლეულების განმავლობაში, მისი პირადი ასისტენტები, უსაფრთხოების სამსახურის უფროსები, იურისტები, ფინანსური მრჩევლები. ისინი იცოდნენ ყველაფერი, სად ინახებოდა ფული, ვისთან ჰქონდა ბადრის საიდუმლო შეხვედრები, რა დოკუმენტები იყო მომზადებული საჯაროობისთვის. ისინი იყვნენ მოწმეები ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისა, რომელიც ბადრიმ მიიღო თავის ცხოვრებაში. და ისინი იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც უნდა გაეგრძელებინათ მისი საქმე მის გარდაცვალების შემდეგ. მაგრამ რაღაც მოხდა. ბადრის გარდაცვალების შემდეგ ეს ადამიანები გაქრნენ. ზოგი მათგანი გადავიდა სხვა ქვეყნებში, ზოგი შეცვალა პროფესია, ზოგი უბრალოდ გაჩუნდა. ის დოკუმენტები, რომლებიც უნდა გადაეცათ მედიას, არასოდეს გახდა საჯარო. ის ჩვენებები, რომლებიც უნდა მიეცათ გამომძიებლებს, არასოდეს იქნა მოცემული. რატომ? რა მოხდა იმ პირველ დღეებში ბადრის გარდაცვალების შემდეგ, რამაც აიძულა ეს ადამიანები, რომ შეენარჩუნებინათ ჩუმობა? ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომელი, რომელიც დათანხმდა ანონიმურ ინტერვიუს მიცემაზე 2021 წელს იხსენებს, ბადრის გარდაცვალების მეორე დღეს, ჩვენ ყველამ მივიღეთ ზარი. არა პირდაპირი საფრთხე, არა ღია მუქარა. უბრალოდ შეხსენება იმისა, რომ ჩვენ ყველას გვყავს ოჯახები, შვილები, მშობლები. შეხსენება იმისა, რომ ზოგიერთი საიდუმლო უკეთესია დარჩეს საიდუმლო. ეს იყო საკმარისი. ადამიანები, რომლებიც იყვნენ მზად გაემჟღავნებინათ ყველაფერი, უცებ გაჩუნდნენ. არა იმიტომ, რომ მათ არ სურდათ სიმართლის თქმა, არამედ იმიტომ, რომ მათ სურდათ გადარჩენა. მაგრამ იყო ერთი ადამიანი, რომელიც არ გაჩუმებულა. ადამიანი, რომელიც იყო ბადრის ყველაზე ახლო მრჩეველი უკანასკნელ წლებში, ადამიანი, რომელიც იცოდა ყველაფერი ბადრის გეგმების, მის შიშების, მის იმედების შესახებ. ეს ადამიანი, რომლის სახელს ჩვენ ვერ გავამჟღავნებთ იურიდიული მიზეზების გამო, გადაწყვეტს, რომ გააგრძელოს ბადრის საქმე. არა საჯაროდ, არა მედიის საშუალებით, არამედ ჩუმად, მეთოდურად, პაციენტურად. ის იწყებს დოკუმენტების შეგროვებას, მოწმეების მოძიებას, ფაქტების შემოწმებას. მისი მიზანი არის ერთი და ამტკიცოს, რომ ბადრის გარდაცვალება არ იყო ბუნებრივი. 10 წლის განმავლობაში 2007 წლიდან 2017 წლამდე ეს ადამიანი მუშაობს ჩუმად. ის ხვდება ყოფილ თანამშრომლებს, ესაუბრება ექიმებს, იღებს დოკუმენტებს. ის ქმნის დეტალურ ქრონოლოგიას ბადრის უკანასკნელი თვეების შესახებ, ვისთან ხვდებოდა, რაზე საუბრობდა, რა ზომებს იღებდა თავისი უსაფრთხოებისთვის. და ის აღმოაჩენს რაღაც, რაც ეწინააღმდეგება ოფიციალურ ვერსიას. ის აღმოაჩენს, რომ ბადრის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, მისი სახლის უსაფრთხოების სისტემა იყო გამორთული 1 საათის განმავლობაში. ოფიციალური ახსნა, ტექნიკური პრობლემა. მაგრამ ეს ტექნიკური პრობლემა მოხდა ზუსტად იმ დროს, როცა ბადრი იყო მარტო სახლში. რას ნიშნავს ეს? ნიშნავს თუ არა ეს, რომ ვიღაც შევიდა სახლში იმ საათში? ნიშნავს თუ არა ეს, რომ ბადრის გარდაცვალება არ იყო ბუნებრივი? ეს კითხვები რჩება უპასუხოდ, რადგან ის ადამიანი, რომელიც აგროვებდა ამ ინფორმაციას, უცებ წყვეტს თავის გამოძიებას 2017 წელს. რატომ? რა მოხდა? ზოგიერთი წყარო ამტკიცებს, რომ მას შესთავაზეს გარიგება, დიდი თანხა სანაცვლოდ ჩუმობისა. სხვები ამბობენ, რომ მას მიუღია საფრთხე. მესამენი ფიქრობენ, რომ ის უბრალოდ დაიღალა ბრძოლით, რომელიც არასოდეს დასრულდება, ბრძოლით სისტემასთან, რომელიც ძალიან ძლიერია. მაგრამ ამბავი არ სრულდება აქ. 2021 წელს ახალი თაობა იწყებს კითხვების დასმას. ახალგაზრდა ჟურნალისტები, ისტორიკოსები, გამომძიებლები, ისინი იწყებენ ბადრის ისტორიის ხელახალ შესწავლას. ისინი პოულობენ ახალ დოკუმენტებს, ახალ მოწმეებს, ახალ ფაქტებს. და ისინი იწყებენ გაგებას, რომ ბადრის ისტორია არის არა მხოლოდ ერთი ადამიანის ისტორია, არამედ ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ძალაუფლება თანამედროვე მსოფლიოში.
ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ იქნება ლიდერები, როგორ ინარჩუნებენ ისინი კონტროლს და რა ფასი უნდა გადაიხადონ იმათ, ვინც ცდილობს გაამჟღავნოს სიმართლე. დღეს 15 წლის შემდეგ ბადრის გარდაცვალების შემდეგ ჩვენ ვიცით მეტი, ვიდრე ოდესმე. ჩვენ ვიცით, რომ ბადრი პატარკაციშვილი არ იყო უბრალოდ ბიზნესმენი. ის იყო ადამიანი, რომელმაც ითამაშა ცენტრალური როლი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ტრანსფორმაციის შექმნაში თანამედროვე ისტორიაში. ჩვენ ვიცით, რომ მისი ურთიერთობა ვლადიმერ პუტინთან არ იყო უბრალოდ ბიზნეს პარტნიორობა, ეს იყო რთული მრავალშრიანი ალიანსი, რომელმაც შეცვალა რუსეთის ბედი. და ჩვენ ვიცით, რომ მისი გარდაცვალება დატოვა კითხვები, რომლებზეც ჯერ კიდევ არ არის პასუხები. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა რჩება, რას გააკეთებთ თქვენ ამ ინფორმაციით? დაივიწყებთ მას, როგორც კიდევ ერთ კონსპირაციულ თეორიას. თუ დაიწყებთ საკუთარ გამოძიებას, საკუთარ ძიებას სიმართლისა. რადგან ბადრის ისტორია არის არა მხოლოდ წარსულის შესახებ, ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ძალაუფლება დღეს, ამ მომენტში, ამ წუთში. და თუ ჩვენ არ ვისწავლით ამ ისტორიიდან, ჩვენ განწირულნი ვართ გავიმეოროთ იგი. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი იმ 12 ადამიანიდან, რომლებმაც იცოდნენ ყველაფერი ბადრი პატარკაციშვილისა და ვლადიმერ პუტინის ურთიერთობის შესახებ, ყველა საიდუმლო შეხვედრა, ყველა ფინანსური ტრანზაქცია, ყველა პოლიტიკური გარიგება. ახლა წარმოიდგინეთ, რომ 1999 წლის დეკემბრის 32 რიცხვს, როცა პუტინი უკვე იყო პრემიერ-მინისტრი და ელცინის მემკვიდრე, თქვენ უნდა აირჩიოთ, შეინარჩუნოთ თქვენი ლოიალობა ბადრის მიმართ ან გადაერთოთ ახალ ძალაუფლებაზე, რომელიც აღარ საჭიროებდა თქვენს ძველ ბოსს. ამ 12 ადამიანმა გააკეთა არჩევანი, რომელმაც შეცვალა ყველაფერი. ვინ იყვნენ ისინი? რა იცოდნენ? და რატომ 23 წლის შემდეგ მათი უმეტესობა ჯერ კიდევ ცოცხალია, მაგრამ არავინ მათგანი არ საუბრობს. ბადრის შინაგანი წრე არ იყო უბრალოდ თანამშრომლების ჯგუფი. ეს იყო ერთგვარი საიდუმლო საზოგადოება, ადამიანები, რომლებიც იცოდნენ, რომ მათი ცოდნა იყო ერთდროულად მათი ძალა და მათი წყევლა. ისინი იყვნენ მოწმეები იმისა, როგორ ქართველმა ბიზნესმენმა, რომელსაც ჰქონდა ხედვა და ამბიცია, დაეხმარა უცნობ პეტერბურგელ იურისტს, რომ გამხდარიყო რუსეთის ყველაზე ძლიერი ადამიანი. ისინი ესწრებოდნენ შეხვედრებს, სადაც განიხილებოდა თანხები, პოზიციები, გავლენა. ისინი ინახავდნენ დოკუმენტებს, რომლებშიც იყო ჩაწერილი ყველა დეტალი, ვინ, როდის, რამდენი, რატომ. და ისინი იცოდნენ, რომ ეს ინფორმაცია შეეძლო გაენადგურებინა ან შეექმნა იმპერიები. ერთ-ერთი ასეთი ადამიანი იყო გიორგი, ბადრის პირადი ასისტენტი 1995 წლიდან 2005 წლამდე. გიორგი იყო ის, ვინც აწყობდა ყველა საიდუმლო შეხვედრას, ვინც ინახავდა ყველა კონფიდენციალურ დოკუმენტს, ვინც იცოდა ყველა ტელეფონის ნომერი, ყველა საკონტაქტო პირი. ის იყო ჩრდილი, რომელიც მიჰყვებოდა ბადრის ყველგან, პეტერბურგში, მოსკოვში, ლონდონში. და ის იყო ერთ-ერთი იმ რამდენიმე ადამიანიდან, რომელიც იცოდა ზუსტად, რამდენი ფული გადაიხადა ბადრიმ პუტინის კარიერის მხარდასაჭერად. თანხა, რომელიც არასოდეს გამჟღავნებულა საჯაროდ, მაგრამ რომელიც ზოგიერთი შეფასებით აღწევდა $10 მილიონ. 1999 წლის დეკემბერში, როცა გახდა ცნობილი, რომ პუტინი იქნებოდა ელცინის მემკვიდრე, გიორგიმ მიიღო ზარი. არა ბადრისგან, ბადრი იმ დროს იყო ლონდონში. ზარი იყო უცნობი ნომრიდან, მაგრამ ხმა იყო ნაცნობი, ხმა ადამიანისა, რომელიც მუშაობდა პუტინის ადმინისტრაციაში. საუბარი იყო მოკლე და ნათელი, გიორგი, თქვენ იცით ძალიან ბევრი. ჩვენ ვაფასებთ თქვენს ლოიალობას ბადრის მიმართ. მაგრამ დრო იცვლება. ახალი ხელისუფლება აფასებს იმ ადამიანებს, რომლებიც იცნობენ ახალ რეალობას. ფიქრობთ ამაზე. გიორგიმ არ უპასუხა. ის უბრალოდ გათიშა ტელეფონი და იჯდა ჩუმად თავის ოფისში თითქმის 1 საათის განმავლობაში. რას ფიქრობდა ის იმ მომენტში? რას გრძნობდა? შიშს. მრისხანებას? თუ იქნებ გაგებას იმისა, რომ თამაში დასრულდა და ახალი წესები იწერებოდა? მომდევნო დღეს გიორგიმ დარეკა ბადრის და უთხრა ყველაფერი. ბადრის რეაქცია იყო მოულოდნელი, ის არ გაბრაზდა, არ შეშინდა. ის უბრალოდ უთხრა, გიორგი, მე ვიცი, რომ ისინი დაგიკავშირდებიან ყველას ჩემს გარშემო. მე ვიცი, რომ ისინი შესთავაზებენ ფულს, პოზიციებს, დაცვას. და მე ვიცი, რომ ზოგიერთი თქვენგანი მიიღებს ამ შეთავაზებას. ეს არის ბუნებრივი. მაგრამ გახსოვდეთ ერთი რამ, ის, ვინც ცვლის მხარეს ძალაუფლების გამო, ყოველთვის იქნება ეჭვქვეშ. ყოველთვის. რადგან თუ თქვენ ღალატი გაუწიეთ ერთხელ, თქვენ შეგიძლიათ გაუღალატოთ კიდევ.
ეს იყო ბადრის ფილოსოფია, ლოიალობა არ იყო ტრანზაქცია, ის იყო იდენტობა. მაგრამ არა ყველა იზიარებდა ამ ფილოსოფიას. 2000 წლის იანვარში, როცა პუტინი უკვე იყო პრეზიდენტი, ბადრის შინაგანი წრიდან 3 ადამიანი უცებ გადადის მუშაობაზე სხვადასხვა სტრუქტურებში, რომლებიც იყო დაკავშირებული კრემლთან. ოფიციალური ახსნა, უკეთესი კარიერული შესაძლებლობები. რეალური მიზეზი, ისინი მიიღეს შეთავაზება, რომელსაც ვერ უარყვეს. შეთავაზება, რომელიც მოიცავდა არა მხოლოდ ფულს, არამედ რაღაც უფრო ღირებულს, უსაფრთხოებას. უსაფრთხოებას იმ სისტემაში, რომელიც ხდებოდა სულ უფრო და უფრო ძლიერი, სულ უფრო და უფრო კონტროლირებადი, სულ უფრო და უფრო საშიში იმათთვის, ვინც იყო მის გარეთ. ბადრი მიცოდა ამის შესახებ. ის იცოდა, ვინ წავიდა, ვინ დარჩა, ვინ ელოდა შესაძლებლობას წასვლისთვის. და ის იცოდა, რომ მისი შინაგანი წრე, რომელიც ოდესღაც იყო 12 ადამიანი, ახლა იყო მხოლოდ 7. 7 ადამიანი, რომლებიც დარჩნენ ლოიალურები არა იმიტომ, რომ მათ ჰქონდათ არჩევანი, არამედ იმიტომ, რომ მათ არ ჰქონდათ არჩევანი. რადგან ისინი იცოდნენ ძალიან ბევრი და ეს ცოდნა აქცევდა მათ ერთდროულად ძალიან ღირებულებს და ძალიან საშიშებს. 2006 წლის ოქტომბერში ანა პოლიტკოვსკაიას ისტორიის შემდეგ, ბადრიმ შეიკრიბა თავისი დარჩენილი 7 ადამიანი და უთხრა მათ რაღაც, რაც არასოდეს გამჟღავნებულა საჯაროდ. ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც დათანხმდა ანონიმურ ინტერვიუს მიცემაზე 2021 წელს იხსენებს, ბადრიმ გვითხრა, რომ ის ამზადებს დოკუმენტებს, რომლებიც უნდა გახდეს საჯარო მის გარდაცვალების შემთხვევაში. ის გვითხრა, რომ ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებმაც უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს დოკუმენტები მიაღწევს სწორ ადამიანებს. მაგრამ ის ასევე გვითხრა რაღაც სხვა, რაღაც, რაც მე არასოდეს დამავიწყდება. ის თქვა, თუ თქვენ გრძნობთ, რომ თქვენი ცხოვრება ან თქვენი ოჯახის ცხოვრება საფრთხეშია, არ გააკეთოთ არაფერი. დაივიწყეთ ყველაფერი. გადაარჩინეთ თქვენი თავი. რადგან არც ერთი საიდუმლო არ ღირს ადამიანის სიცოცხლე. ეს იყო ბადრის უკანასკნელი ინსტრუქცია თავისი შინაგანი წრისთვის. ინსტრუქცია, რომელიც აჩვენებდა, რომ ის იცოდა რა მოდიოდა. ის იცოდა, რომ მისი დრო იყო შეზღუდული. ის იცოდა, რომ მისი ცოდნა აქცევდა მას სამიზნედ. და ის იცოდა, რომ ადამიანები, რომლებიც იყვნენ მასთან ახლოს, ასევე იქნებოდნენ საფრთხეში. მაგრამ რას ელოდა ის? დაცვას. გამჟღავნებას. თუ უბრალოდ სურდა, რომ მისი ისტორია არ დაკარგულიყო ისტორიაში. ბადრი პატარკაციშვილის პირად არქივში, რომელიც ინახება დღემდე უცნობ ადგილას, არსებობს საქაღალდე, რომელზე დაწერილია მხოლოდ 2 სიტყვა: პროექტი ვლადიმერი. ამ საქაღალდეში არის დოკუმენტები, რომლებიც არასოდეს გამჟღავნებულა საჯაროდ, ფინანსური ჩანაწერები, ტელეფონის ჩანაწერები, შეხვედრების ოქმები, პირადი შენიშვნები. ყველაფერი, რაც ადასტურებს, რომ პუტინის აღზევება არ იყო შემთხვევითი, არ იყო ბუნებრივი პოლიტიკური პროცესი. ეს იყო პროექტი, კარგად დაგეგმილი, კარგად დაფინანსებული, კარგად შესრულებული პროექტი. და ბადრი პატარკაციშვილი იყო ამ პროექტის მთავარი არქიტექტორი. მაგრამ რატომ ბადრიმ შეინახა ეს დოკუმენტები? რატომ ის არ გაანადგურა მათ, როცა გახდა ნათელი, რომ მისი ურთიერთობა პუტინთან იცვლებოდა? რატომ ის რისკავდა, რომ ეს ინფორმაცია შეიძლება ერთ დღეს გამჟღავნებულიყო? პასუხი მდგომარეობს იმაში, რაც ბადრიმ უთხრა თავის ახლო მეგობარს 2006 წლის ნოემბერში. ეს დოკუმენტები არის ჩემი სიცოცხლის დაზღვევა. სანამ ისინი არსებობენ და სანამ ვიღაცებმა იციან მათ შესახებ, მე ვარ უსაფრთხოში. რადგან თუ რამე მომხდება ჩემთან, ეს დოკუმენტები გახდება საჯარო. და ეს იქნება კატასტროფა იმათთვის, ვინც არ სურს, რომ სიმართლე გამჟღავნდეს. მაგრამ ბადრი შეცდა. ის ფიქრობდა, რომ ეს დოკუმენტები იყო მისი დაცვა, მაგრამ რეალურად ისინი იყო მისი წყევლა. რადგან სანამ ეს დოკუმენტები არსებობდა, ბადრი იყო საფრთხე იმ სისტემისთვის, რომელიც აშენდა მის პროექტის საფუძველზე. და სისტემები, განსაკუთრებით ძლიერი სისტემები, არ ტოლერანტობენ საფრთხეებს. ისინი აღმოფხვრიან მათ. 2007 წლის იანვარში, როცა ბადრიმ გადაწყვიტა მისცეს ინტერვიუ BBC-სთვის, ის იცოდა, რომ ის გადადიოდა წითელ ხაზს. ის იცოდა, რომ საჯარო ჩვენება მის როლზე პუტინის კარიერაში იქნებოდა პირდაპირი გამოწვევა კრემლისთვის. მაგრამ რატომ ის გააკეთა ეს? რა აიძულა მას, რომ დაერღვია ის ჩუმი შეთანხმება, რომელიც არსებობდა მათ შორის წლების განმავლობაში? პასუხი შეიძლება იყოს დაკავშირებული იმ უცნობ ვიზიტორთან, რომელიც ეწვია მას 2006 წლის ნოემბერში, ვიზიტორთან, რომელმაც შესთავაზა მას არჩევანი, ჩუმობა ან შედეგები. ბადრიმ აირჩია მესამე გზა, რომელიც არ იყო შეთავაზებული.
ის გადაწყვიტა, რომ თუ მას მოუწევდა ჩუმობა ან შედეგები, მაშინ ის აირჩევდა ხმამაღლა საუბარს. ის აირჩევდა გამჟღავნებას. ის აირჩევდა სიმართლეს. მაგრამ არა დოკუმენტების საშუალებით, ის იყო ძალიან საშიში. არამედ პირადი ჩვენების საშუალებით, ჩვენების, რომელიც იქნებოდა საკმარისად ძლიერი, რომ მიეპყრო ყურადღება, მაგრამ არა საკმარისად დეტალური, რომ გამოეწვია უშუალო რეაქცია. ინტერვიუ ჩაიწერა 2007 წლის იანვრის მე-15 რიცხვს, ლონდონში, ბადრის სახლში. ჟურნალისტი ჯონ სვინი იხსენებს, რომ ბადრი იყო მშვიდი, კონცენტრირებული, თითქოს ის ამზადებდა ამ მომენტს თვეების განმავლობაში. ის საუბრობდა ნელა, ფრთხილად ირჩევდა თითოეულ სიტყვას. ის არ ასახელებდა კონკრეტულ თანხებს, არ ასახელებდა კონკრეტულ თარიღებს, არ ასახელებდა კონკრეტულ ადამიანებს. მაგრამ ის თქვა საკმარისი, რომ გასაგები ყოფილიყო მთავარი, პუტინის აღზევება არ იყო შემთხვევითი. ეს იყო პროექტი. და ბადრი იყო ამ პროექტის ნაწილი. ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ ბადრი უთხრა ჯონ სვინს რაღაც, რაც არასოდეს შევიდა საბოლოო ვერსიაში. ის თქვა, მე ვიცი, რომ ეს ინტერვიუ შეიძლება იყოს ჩემი უკანასკნელი. მე ვიცი, რომ ვიღაცებს არ მოეწონებათ ის, რაც მე ვთქვი. მაგრამ მე უნდა ვთქვა ეს. რადგან თუ მე არ ვიტყვი, ვინ იტყვის? თუ მე არ გავამჟღავნებ სიმართლეს, ვინ გაამჟღავნებს? ეს იყო ბადრის მოტივაცია, არა შურისძიება, არა პოლიტიკური ამბიცია, არამედ რაღაც უფრო ღრმა. გრძნობა, რომ მას ჰქონდა მორალური ვალდებულება, რომ ეთქვა სიმართლე. მაგრამ სიმართლე ღირს. და ბადრი მიცოდა ეს. ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ ის გააძლიერა თავისი უსაფრთხოების ზომები კიდევ უფრო მეტად. ის დაიქირავა ახალ მცველებს, დააინსტალირა ახალი უსაფრთხოების სისტემები, შეცვალა თავისი მარშრუტები. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, ის გადასცა ინსტრუქციები თავის იურისტებს, თუ რამე მოხდება მასთან, კონკრეტული დოკუმენტები უნდა გადაეცეს კონკრეტულ ადამიანებს. ეს იყო მისი საბოლოო გეგმა, რომელიც უნდა გაეშვა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი სხვა ჩავარდებოდა. 2007 წლის თებერვლის 15 რიცხვს, ერთი კვირის შემდეგ ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ, ბადრი პატარკაციშვილი გარდაიცვალა თავის სახლში ლონდონში. ოფიციალური მიზეზი გულის შეტევა. მაგრამ გარემოებები იყო უცნაური. ბადრის პირადი ექიმი, რომელიც ამოწმებდა მას რეგულარულად, ამტკიცებს, რომ მისი გული იყო შესანიშნავ მდგომარეობაში. ბადრის უსაფრთხოების სამსახური აღმოაჩენს, რომ სახლის უსაფრთხოების სისტემა იყო გამორთული 1 საათის განმავლობაში იმ დილას. ბადრის ოჯახი უარს ამბობს დეტალურ გამოკვლევაზე. და ის დოკუმენტები, რომლებიც უნდა გადაეცათ კონკრეტულ ადამიანებს, არასოდეს მიაღწია მათ. რა მოხდა? ვინ იყო პასუხისმგებელი? ეს კითხვები რჩება უპასუხოდ. მაგრამ ერთი რამ არის ნათელი, ბადრის გარდაცვალება არ იყო უბრალოდ ტრაგედია. ეს იყო გაფრთხილება ყველასთვის, ვინც ფიქრობდა, რომ შეეძლო გაამჟღავნოს საიდუმლოები, რომლებიც უნდა დარჩენილიყო საიდუმლო. გაფრთხილება ყველასთვის, ვინც ფიქრობდა, რომ შეეძლო გამოეწვია სისტემა, რომელიც იყო ძალიან ძლიერი, ძალიან კონტროლირებადი, ძალიან საშიში. მაგრამ ბადრის ისტორია არ დასრულდა მის გარდაცვალებით. მისი სიტყვები, მისი ინტერვიუ, მისი მემკვიდრეობა, ყველაფერი ეს რჩება. და ყოველი ახალი თაობა, რომელიც ეცნობა ამ ისტორიას, სვამს იმავე კითხვებს, რა მოხდა მართლა? ვინ იყო ბადრი პატარკაციშვილი, ბიზნესმენი, პოლიტიკოსი თუ ადამიანი, რომელმაც შეცდომით შექმნა რაღაც, რასაც აღარ აკონტროლებდა? და რა იქნებოდა, რომ ის არ დაეხმარებოდა პუტინს იმ შორეულ 1995 წელს? სანქტ-პეტერბურგის მერიის არქივში, რომელიც გახდა ნაწილობრივ ხელმისაწვდომი 2021 წელს, არსებობს დოკუმენტები, რომლებიც ასახავს 1995-დან 1997 წლამდე პერიოდს, როცა ვლადიმერ პუტინი მუშაობდა მერიაში როგორც საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. ამ დოკუმენტებში არის რაღაც, რაც არასოდეს გამჟღავნებულა, საჯაროდ დეტალური ჩანაწერები უცხოური ინვესტიციების შესახებ, რომლებიც შემოვიდა პეტერბურგში იმ წლებში. ინვესტიციები, რომლებიც ზოგიერთი შეფასებით აღწევდა $100 მილიონ. და თითქმის ყველა ამ ინვესტიციას ჰქონდა ერთი საერთო, ისინი გადიოდა კომპანიების მეშვეობით, რომლებიც იყო დაკავშირებული ბადრი პატარკაციშვილთან. ეს არ იყო შემთხვევითობა. ეს იყო სისტემა, რომელიც შეიქმნა ბადრისა და პუტინის თანამშრომლობის საფუძველზე. სისტემა, სადაც ბადრი იყო ინვესტორი, პუტინი იყო ადმინისტრატორი და ორივე მხარე იღებდა იმას, რაც სჭირდებოდა. ბადრის ბიზნესები იღებდა ადმინისტრაციულ დაცვას, ხელსაყრელ პირობებს, სუდომას რესურსებზე.
პუტინი იღებდა ფინანსურ მხარდაჭერას, კავშირებს ბიზნეს წრეებში რეპუტაციას როგორც ეფექტური მენეჯერი. ეს იყო სიმბიოზი, რომელიც მუშაობდა იდეალურად, სანამ ის მუშაობდა. მაგრამ რა მოხდა, როცა ბალანსი დაირღვა? რა მოხდა, როცა პუტინი გადავიდა პეტერბურგიდან მოსკოვში და აღარ სჭირდებოდა ბადრის დაცვა? რა მოხდა, როცა ბადრი გახდა არა აქტივი, არამედ პასუხისმგებლობა, პასუხისმგებლობა, რომელიც იცოდა ძალიან ბევრი, ძალიან საშიში ინფორმაცია. პასუხი მდგომარეობს იმაში, რაც ხდებოდა 1987 წლიდან 2007 წლამდე, თანდათანობითი, მაგრამ უქცევი პროცესი, როცა ორი ადამიანი, რომლებიც ოდესღაც იყვნენ მოკავშირეები, ხდებოდნენ უცხოები, შემდეგ კონკურენტები, შემდეგ მტრები. 1987 წელს, როცა პუტინი დაინიშნა ფსფ-ს დირექტორად, ბადრიმ გაგზავნა მას მილოცვის წერილი. წერილი იყო თბილი, მეგობრული, სავსე იმედით. მაგრამ პუტინის პასუხი იყო ფორმალური, ოფიციალური, ცივი. ეს იყო პირველი ნიშანი იმისა, რომ რაღაც იცვლებოდა. ბადრის მახლობელი თანამშრომლები იხსენებენ, რომ ის იყო შეშფოთებული ამ ცვლილებით. რატომ ვლადიმერი მერიდება ჩემს ზარებს? კითხულობდა ის. რატომ ის აღარ მიპასუხებს პირადად? პასუხი იყო მარტივი, მაგრამ მტკივნეული, პუტინი აღარ სჭირდებოდა ბადრი. ის გადავიდა ახალ დონეზე, სადაც ძველი კავშირები იყო არა აქტივები, არამედ რისკები. 1999 წელს, როცა პუტინი გახდა პრემიერ-მინისტრი, ბადრიმ სცადა კიდევ ერთხელ დაუკავშირებოდა მას. ის გაგზავნა წერილი, სადაც სთავაზობდა შეხვედრას, განხილვას მათი მომავალი თანამშრომლობის შესახებ. მაგრამ პასუხი არ მოვიდა. იმის ნაცვლად, ბადრიმ მიიღო ზარი ერთ-ერთი პუტინის თანამშრომლისგან, ზარი, რომელიც იყო თავაზიანი, მაგრამ ნათელი, ბატონო პატარკაციშვილი, ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი აფასებს თქვენს მხარდაჭერას წარსულში. მაგრამ ახლა ის არის ძალიან დაკავებული სახელმწიფო საქმეებით. იქნებ უკეთესი იქნება, თუ თქვენ გააგრძელებთ თქვენს ბიზნესს და არ შეეცდებით ჩაერიოთ პოლიტიკაში. ეს იყო გაფრთხილება, თავაზიანი, მაგრამ გაფრთხილება. ბადრიმ გაიგო ეს გაფრთხილება. და ის გააკეთა ის, რაც ყოველთვის აკეთებდა, როცა ხვდებოდა, რომ სიტუაცია იცვლებოდა, ის დაიწყო მომზადება. ის დაიწყო თავისი აქტივების გადატანა რუსეთიდან, თავისი ბიზნესების რესტრუქტურიზაცია, თავისი ოჯახის გადაყვანა უსაფრთხო ადგილებში. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, ის დაიწყო დოკუმენტების შეგროვება. დოკუმენტების, რომლებიც ადასტურებდა მის როლს პუტინის კარიერაში. დოკუმენტების, რომლებიც იყო მისი სიცოცხლის დაზღვევა, ან ასე ფიქრობდა ის. 2000 წლიდან 2005 წლამდე, ბადრი ცხოვრობდა ორ სამყაროში ერთდროულად. ერთ მხარეს ის აგრძელებდა თავის ბიზნესს, ხვდებოდა პარტნიორებს, აკეთებდა გარიგებებს. მეორე მხარეს ის იყო მუდმივ სტრესში, მუდმივ შიშში, მუდმივ მოლოდინში იმისა, რომ რაღაც მოხდება. და რაღაც მოხდა 2006 წელს, ანა პოლიტკოვსკაიას ისტორია, ალექსანდრე ლიტვინენკოს ისტორია. ორი ისტორია, რომლებმაც აჩვენა ბადრის, რომ სისტემა, რომლის შექმნაშიც ის მონაწილეობდა, გახდა რაღაც, რასაც ის არასოდეს არ წარმოიდგენდა, სისტემა, სადაც ძალაუფლება არ იყო ბიზნესი, არამედ გადარჩენის საკითხი. 2007 წლის იანვარში, როცა ბადრიმ გადაწყვიტა მისცეს ინტერვიუ BBC-სთვის, ის იცოდა, რომ ის გადადიოდა წერტილს, საიდან უკან დაბრუნება აღარ იქნებოდა შესაძლებელი. ის იცოდა, რომ ეს ინტერვიუ იქნებოდა მისი უკანასკნელი შანსი, რომ ეთქვა სიმართლე. და ის იცოდა, რომ ამ სიმართლის თქმა შეიძლება დაუჯდომოდა მას ყველაფერი. მაგრამ ის მაინც გააკეთა ეს. რადგან ბადრი პატარკაციშვილი არ იყო ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა შიშში. ის იყო ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა პრინციპებით. დღეს 15 წლის შემდეგ ბადრის გარდაცვალების შემდეგ, ჩვენ ვიცით, რომ მისი ისტორია არის არა მხოლოდ ერთი ადამიანის ისტორია. ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ იქმნება ძალაუფლება, როგორ ინარჩუნებენ მას და რა ფასი უნდა გადაიხადონ იმათ, ვინც ცდილობს გაამჟღავნოს სიმართლე. ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ ერთმა გადაწყვეტილებამ, ერთმა შეხვედრამ, ერთმა ინვესტიციამ შეიძლება შეცვალოს მთელი ქვეყნის ბედი. და ეს არის ისტორია იმის შესახებ, რომ ზოგიერთი საიდუმლო ძალიან საშიშია, რომ დარჩეს საიდუმლოდ, მაგრამ ასევე ძალიან საშიშია, რომ გამჟღავნდეს. ბადრი პატარკაციშვილის მემკვიდრეობა არის არა მხოლოდ მისი ბიზნესი, არა მხოლოდ მისი ქონება, არა მხოლოდ მისი ოჯახი. მისი მემკვიდრეობა არის სიმართლე, რომელიც ის სცადა გაემჟღავნებინა, სიმართლე, რომელიც ის სცადა შეენახა მომავალი თაობებისთვის, სიმართლე, რომელიც ჯერ კიდევ ელოდება თავის სრულ გამჟღავნებას.
და იქნებ ერთ დღეს, როცა ყველა დოკუმენტი გახდება ხელმისაწვდომი, როცა ყველა მოწმე ისაუბრებს, როცა ყველა საიდუმლო გამჟღავნდება, ჩვენ საბოლოოდ გავიგებთ სრულ ისტორიას იმის შესახებ, თუ როგორ ქართველმა ბიზნესმენმა დაეხმარა რუსეთის ისტორიის შეცვლაში. მაგრამ სანამ ეს დღე მოვა, ჩვენ ვრჩებით კითხვებთან, რომლებიც არასოდეს მიიღებს სრულ პასუხებს, კითხვებთან, რომლებიც აგრძელებენ დევნას ყველას, ვინც ცდილობს გაიგოს სიმართლე. და იქნებ ეს არის ბადრის ნამდვილი მემკვიდრეობა, არა პასუხები, არამედ კითხვები. კითხვები, რომლებიც აიძულებენ ჩვენ, რომ ვფიქრობდეთ, ვეძებდეთ, ვეჭვობდეთ. კითხვები, რომლებიც არასოდეს გვაძლევენ მშვიდობით დავისვენოთ იმ ოფიციალურ ვერსიებში, რომლებსაც გვთავაზობენ. რას ფიქრობთ თქვენ? იყო თუ არა ბადრი პატარკაციშვილი გმირი, რომელმაც სცადა სიმართლის გამჟღავნება? თუ იყო ის ბიზნესმენი, რომელმაც უბრალოდ გააკეთა ცუდი ინვესტიცია? თუ იქნებიყო ის რაღაც შუალედური ადამიანი, რომელმაც სცადა ითამაშა თამაში, რომელიც აღმოჩნდა ძალიან საშიში, ძალიან რთული, ძალიან სასიკვდილო. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ჟურნალისტი, რომელსაც ახლახან მიუღია ანონიმური წერილი. წერილში არის ფოტო. ძველი, გაყვითლებული ფოტო 1995 წლიდან. ფოტოზე სამი კაცი რესტორანში, ბადრი პატარკაციშვილი, პავლე ბოროდინი და ახალგაზრდა ვლადიმერ პუტინი. მაგრამ ყველაზე საინტერესო არის ის, რაც დაწერილია ფოტოს უკან ბადრის ხელით, პირველი შეხვედრა. ვლადიმერი ჯერ არ იცის, რომ ის არის ჩემი მომავალი. ეს ფოტო არასოდეს გამჟღავნებულა საჯაროდ. ის ინახებოდა ბადრის პირად არქივში, რომელიც გაქრა მის გარდაცვალების შემდეგ. მაშინ როგორ მოხვდა ეს ფოტო თქვენს ხელში? ვინ გაგზავნათ ის? და რატომ ახლა, 15 წლის შემდეგ ბადრის გარდაცვალების შემდეგ? ეს ფოტო არის არა მხოლოდ ისტორიული დოკუმენტი, ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ ბადრის ისტორია არ დასრულებულა. ის გრძელდება, ის ცოცხლობს, ის ელოდება თავის დროს. 2021 წლიდან ახალი თაობა გამომძიებელი ჟურნალისტებისა იწყებს ბადრის ისტორიის ხელახალ შესწავლას. ისინი არ არიან დაკავშირებულნი ძველ სისტემასთან, არ არიან დამოკიდებულნი ძველ კავშირებზე, არ ეშინიათ ძველი საფრთხეებისა. ისინი იყენებენ ახალ ტექნოლოგიებს, ახალ მეთოდებს, ახალ წყაროებს. და ისინი იწყებენ აღმოჩენას, რომელიც ეწინააღმდეგება ყველაფერს, რაც ოფიციალურად ითქმოდა ბადრის გარდაცვალების შესახებ. ისინი პოულობენ მოწმეებს, რომლებიც მზად არიან საუბრისთვის. ისინი პოულობენ დოკუმენტებს, რომლებიც ითვლებოდა დაკარგულად. ისინი პოულობენ კავშირებს, რომლებიც არასოდეს გამჟღავნებულა. ერთ-ერთი ასეთი გამომძიებელი არის ანა, ახალგაზრდა ქართველი ჟურნალისტი, რომელიც ცხოვრობს ლონდონში და სპეციალიზირებულია პოსტსაბჭოთა სივრცის კორუფციის გამოძიებაში. 2021 წელს ანა იღებს ანონიმურ წერილს, რომელშიც არის ის ფოტო და მოკლე შეტყობინება, თუ გსურთ იცოდეთ სიმართლე ბადრის შესახებ, მოძებნეთ ადამიანის სახელად გიორგი. ის იყო ბადრის პირადი ასისტენტი. ის იცის ყველაფერი. მაგრამ იჩქარეთ, ის არის ძალიან ავად. ანა იწყებს ძიებას. ის ხარჯავს თვეებს, რომ იპოვოს გიორგი, ადამიანი, რომელიც გაქრა ბადრის გარდაცვალების შემდეგ და რომელიც ცხოვრობდა ჩრდილში 20 წლის განმავლობაში. საბოლოოდ 2022 წლის მარტში ანა პოულობს გიორგის პატარა ქალაქში საქართველოში, სადაც ის ცხოვრობს მარტო, იზოლირებულად, შეშინებულად. გიორგი არის 70 წლის, ავად სუსტი. მაგრამ მისი მეხსიერება არის ბრწყინვალე. და ის მზად არის საუბრისთვის, რომელიც შეცვლის ყველაფერს. გიორგი უყვება ანას ისტორიას, რომელიც არასოდეს ითქმოდა საჯაროდ ისტორიას იმის შესახებ, რა მოხდა ბადრის უკანასკნელ კვირებში, ვინ ეწვია მას, რა საფრთხეები ჰქონდა, რა გეგმები ჰქონდა. და ყველაზე მნიშვნელოვანი, გიორგი უყვება ანას იმის შესახებ, სად არის ბადრის არქივი, რომელიც შეიცავს ყველა დოკუმენტს, ყველა მტკიცებულებას, ყველა სიმართლეს. მაგრამ არქივის მოძიება არ არის მარტივი. გიორგი ამბობს, რომ არქივი იყო დამალული რამდენიმე ადგილას, ნაწილი ლონდონში, ნაწილი თბილისში, ნაწილი მოსკოვში. და ყველა ნაწილი იყო დაცული არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ იურიდიულად, ფინანსურად, პოლიტიკურად. ბადრიმ შექმნა რთული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფდა, რომ ეს დოკუმენტები გახდებოდა საჯარო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგებოდა სწორი დრო და სწორი ადამიანები. მაგრამ ბადრის გარდაცვალების შემდეგ ეს სისტემა ჩაიშალა. ადამიანები, რომლებიც უნდა გაეშვათ ეს პროცესი, შეშინდნენ, გაქრნენ, ან უბრალოდ დაივიწყეს თავიანთი ვალდებულებები. ანა იწყებს მუშაობას, რომელიც გრძელდება თითქმის 2 წლის განმავლობაში. ის ხვდება ყოფილ თანამშრომლებს, ესაუბრება იურისტებს, იძიებს დოკუმენტებს.
და ნელ-ნელა, ნაწილ-ნაწილ ის იწყებს არქივის აღდგენას. ის პოულობს ფინანსურ ჩანაწერებს, რომლებიც აჩვენებს, რამდენი ფული გადაიხადა ბადრიმ პუტინის კარიერის მხარდასაჭერად, თანხები, რომლებიც აღწევს $100 მილიონ. ის პოულობს ტელეფონის ჩანაწერებს, რომლებიც აჩვენებს, რამდენჯერ საუბრობდნენ ბადრი და პუტინის საუბრები, რომლებიც ხდებოდა დღეში ორჯერ იმ წლებში, როცა პუტინი ჯერ კიდევ იყო უცნობი იურისტი. ის პოულობს შეხვედრების ოქმებს, რომლებიც აჩვენებს, ვინ იყო ჩართული ამ პროექტში, სახელები, რომლებიც დღეს არიან ძალიან ცნობილი, ძალიან ძლიერი, ძალიან საშიში. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა არის პირადი შენიშვნები ბადრისა, შენიშვნები, რომლებიც ის წერდა ყოველდღიურად 1995 წლიდან 2007 წლამდე. ამ შენიშვნებში ბადრი აღწერს თავის გრძნობებს, თავის შიშებს, თავის იმედებს. ის აღწერს, როგორ იცვლებოდა მისი ურთიერთობა პუტინთან, როგორ გადავიდა ის მეგობრობიდან ბიზნეს პარტნიორობაზე, შემდეგ ცივ გაანგარიშებაზე, შემდეგ ეჭვზე, შემდეგ შიშზე. და ბოლო შენიშვნა, რომელიც დათარიღებულია 2007 წლის თებერვლის 14 რიცხვით, ერთი დღით ადრე ბადრის გარდაცვალებამდე, შეიცავს ერთ წინადადებას, თუ თქვენ კითხულობთ ამას, ნიშნავს, რომ მე აღარ ვარ. მაგრამ სიმართლე რჩება. და სიმართლე ყოველთვის გამოდის ზედაპირზე. რას ფიქრობთ, რა იყო ბადრის უკანასკნელი გრძნობები? შიში? სინანული? თუ იქნე მშვიდობა იმის გაგებით, რომ მან გააკეთა ყველაფერი, რაც შეეძლო, რომ სიმართლე არ დაკარგულიყო. 2022 წლის ნოემბერში ანა აქვეყნებს თავის პირველ სტატიას ბადრის არქივის საფუძველზე. სტატია ქვეყნდება ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო გამოცემაში და იწვევს სენსაციას. პირველად, დეტალური ფინანსური ჩანაწერები ხდება საჯარო ჩანაწერები, რომლებიც აჩვენებს, რომ ბადრი პატარკაციშვილმა დაფინანსა პუტინის კარიერა თანხით, რომელიც აღწევს $30 მილიონ 1995 წლიდან 1999 წლამდე. ეს არის უზარმაზარი თანხა იმ დროისთვის, თანხა, რომელიც გამოიყენებოდა არა მხოლოდ პირდაპირი ფინანსური მხარდაჭერისთვის, არამედ ბიზნეს პროექტებისთვის, რომლებიც ქმნიდა პუტინის რეპუტაციას როგორც ეფექტური მენეჯერისა. მაგრამ რეაქცია ამ პუბლიკაციაზე არის არა ის, რასაც ანა ელოდა. იმის ნაცვლად, რომ ეს ინფორმაცია გამხდარიყო საერთაშორისო სკანდალი, ის თითქმის იგნორირებულია მთავარი მედიის მიერ. რატომ? პასუხი მდგომარეობს იმაში, რაც ხდება კულისებს მიღმა. ანა იწყებს მიღებას ზარების, რომლებიც არის თავაზიანი, მაგრამ ნათელი. ქალბატონო ანა, თქვენ აკეთებთ საინტერესო მუშაობას. მაგრამ იქნებ უკეთესი იქნება, თუ თქვენ გააგრძელებთ სხვა თემებზე მუშაობას. ეს თემა არის ძალიან რთული, ძალიან საშიში, ძალიან პოლიტიკური. ანა უგულებელყოფს ამ გაფრთხილებებს და აგრძელებს თავის მუშაობას. 2023 წლის მარტში ანა აქვეყნებს მეორე სტატიას, რომელიც ფოკუსირებულია ბადრის უკანასკნელ კვირებზე. ამ სტატიაში ის აქვეყნებს გიორგის ჩვენებას იმის შესახებ, რა მოხდა 2007 წლის თებერვლის 32 რიცხვს, ბადრის გარდაცვალების დღეს. გიორგი იხსენებს, რომ იმ დილას, ბადრის სახლის უსაფრთხოების სისტემა იყო გამორთული 1 საათის განმავლობაში, ზუსტად იმ დროს, როცა ბადრი იყო მარტო. გიორგი იხსენებს, რომ როცა ის მივიდა სახლში რამდენიმე საათის შემდეგ, ბადრის პირადი ექიმი უკვე იყო იქ და ამბობდა, რომ ბადრი გარდაიცვალა გულის შეტევით. მაგრამ გიორგი იხსენებს რაღაც სხვას, რაც მას არასოდეს უთქვამს არავისთვის. ის იხსენებს, რომ ბადრის სახე იყო უცნაური, არა მშვიდი, როგორც ჩვეულებრივ ხდება გულის შეტევის შემთხვევაში, არამედ დაძაბული, თითქოს ის იბრძოდა რაღაცასთან. ეს ჩვენება იწვევს ახალ კითხვებს. რა მოხდა მართლა იმ დილას? იყო თუ არა ეს ნამდვილად გულის შეტევა? თუ იყო ეს რაღაც სხვა, რაც გააკეთეს იმ საათში, როცა უსაფრთხოების სისტემა იყო გამორთული. ანა იწყებს ახალ გამოძიებას, რომელიც ფოკუსირებულია სამედიცინო დეტალებზე. ის ხვდება ექსპერტებს, რომლებიც სპეციალიზირებულნი არიან ტოქსიკოლოგიაში. ის ეძებს ინფორმაციას იმის შესახებ, რა ნივთიერებები შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომები, რომლებიც ჰგავს გულის შეტევას, მაგრამ რომლებიც არ გამოვლინდება სტანდარტულ გამოკვლევებში. და ის პოულობს რაღაც საინტერესოს. ის პოულობს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ არსებობს რამდენიმე ნივთიერება, რომლებიც შეიძლება გამოიწვიოს გულის შეტევა და რომლებიც თითქმის შეუმჩნეველია სტანდარტულ ტოქსიკოლოგიურ ტესტებში. ეს ნივთიერებები არის ძალიან იშვიათი, ძალიან ძვირი და ძალიან რთული მოსაპოვებლად. მაგრამ ისინი არსებობენ. და ისინი გამოიყენებოდა წარსულში, გამოიყენებოდა სპეციალური სამსახურების მიერ, როცა სჭირდებოდათ ადამიანის აღმოფხვრა ისე, რომ ეს გამოიყურებოდა ბუნებრივ გარდაცვალებად.
ანა აქვეყნებს მესამე სტატიას, რომელიც აყენებს კითხვას, იყო თუ არა ბადრის გარდაცვალება ნამდვილად ბუნებრივი. ეს სტატია იწვევს კიდევ უფრო დიდ რეაქციას. ახლა უკვე არა მხოლოდ ზარები, არამედ პირდაპირი მუქარები. ანას ეუბნებიან, რომ თუ ის გააგრძელებს ამ თემაზე მუშაობას, ის დააკარგავს თავის სამუშაოს, თავის რეპუტაციას, თავის უსაფრთხოებას. მაგრამ ანა არ ჩერდება. ის იცის, რომ ის ახლოს არის რაღაცასთან, რაც შეიძლება შეცვალოს ყველაფერი. 2024 წლის ივნისში ანა იღებს ახალ ანონიმურ წერილს. ამ წერილში არის ინფორმაცია, რომელიც შეიძლება იყოს გარღვევა, ინფორმაცია იმის შესახებ, ვინ იყო ის უცნობი ვიზიტორი, რომელიც ეწვია ბადრის 2006 წლის ნოემბერში. წერილში არის სახელი, თარიღი, ადგილი. მაგრამ არის ასევე გაფრთხილება, ეს ინფორმაცია არის ძალიან საშიში. თუ თქვენ გამოაქვეყნებთ მას, თქვენ გახდებით სამიზნე. ფიქრობთ ორჯერ. ანა ფიქრობს. ის იცის, რომ ეს შეიძლება იყოს მისი უკანასკნელი სტატია. ის იცის, რომ ეს შეიძლება დაუჯდეს მას ყველაფერი. მაგრამ ის ასევე იცის, რომ თუ ის არ გააკეთებს ამას, ვინ გააკეთებს. 2024 წლის სექტემბერში ანა აქვეყნებს თავის მეოთხე და ბოლო სტატიას, რომელიც ასახელებს იმ ადამიანს, რომელიც ეწვია ბადრის იმბედისწერა ნოემბრის საღამოს. ეს არის სახელი, რომელიც ყველა მიცის, სახელი ადამიანისა, რომელიც იყო ახლოს პუტინთან, რომელიც მუშაობდა სპეციალურ სამსახურებში, რომელიც ჰქონდა ცუდომა ყველაფერზე. ეს არის სახელი, რომელიც აკავშირებს ყველა წერტილს, რომელიც აჩვენებს, რომ ბადრის გარდაცვალება არ იყო შემთხვევითი, არ იყო ბუნებრივი, არ იყო გულის შეტევა. ეს იყო ოპერაცია, კარგად დაგეგმილი, კარგად შესრულებული ოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავდა აღმოფხვრას ადამიანისა, რომელიც იცოდა ძალიან ბევრი, ძალიან საშიში ინფორმაცია. რეაქცია ამ სტატიაზე არის მყისიერი და ძლიერი. ანას ეუბნებიან, რომ მან უნდა დატოვოს ლონდონი, უნდა დატოვოს თავისი სამუშაო, უნდა დატოვოს თავისი ცხოვრება. მაგრამ ანა არ მიდის. ის რჩება. ის აგრძელებს თავის მუშაობას. რადგან ის იცის, რომ ბადრის ისტორია არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის ისტორია. ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ძალაუფლება, როგორ ინარჩუნებენ მას და რა ფასი უნდა გადაიხადონ იმათ, ვინც ცდილობს გაამჟღავნოს სიმართლე. რას ფიქრობთ, იყო თუ არა ანას გადაწყვეტილება სწორი? უნდა თუ არა ის გაეგრძელებინა თავისი გამოძიება, მიუხედავად საფრთხეებისა? თუ უნდა დაეცვა თავისი უსაფრთხოება და დაეტოვებინა ეს ისტორია? დღეს 2025 წელს ბადრი პატარკაციშვილის ისტორია კვლავ აგრძელებს ცხოვრებას. არა იმიტომ, რომ ის არის სენსაციური, არა იმიტომ, რომ ის არის სკანდალური, არამედ იმიტომ, რომ ის არის აქტუალური. ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ ერთმა ადამიანმა, ერთმა გადაწყვეტილებამ, ერთმა ინვესტიციამ შეიძლება შეცვალოს მთელი ქვეყნის ბედი. და ეს არის ისტორია იმის შესახებ, რომ ზოგიერთი გადაწყვეტილება მოაქვს შედეგები, რომლებიც გრძელდება 10 წლეულების განმავლობაში. ბადრის მემკვიდრეობა არის რთული და მრავალშრიანი. ერთი მხრივ ის იყო ბიზნესმენი, რომელმაც შექმნა იმპერია, რომელიც მოიცავდა ტელეარხებს, ნავთობის კომპანიებს, უძრავ ქონებას. მეორე მხრივ ის იყო პოლიტიკური მოთამაშე, რომელმაც ითამაშა ცენტრალური როლი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ტრანსფორმაციის შექმნაში თანამედროვე ისტორიაში. მესამე მხრივ ის იყო ადამიანი, რომელმაც სცადა გაემჟღავნებინა სიმართლე, რომელიც შეიძლება დაუჯდომოდა მას ცხოვრება. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა რჩება, რა იყო ბადრის ნამდვილი მოტივაცია? რატომ ის დაეხმარა პუტინს? რა ხედავდა ის ამ ახალგაზრდა იურისტში, რომელიც მაშინ არ ფლობდა არც ქონებას, არც გავლენას? პასუხი შეიძლება იყოს უფრო მარტივი, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ. ბადრი ხედავდა შესაძლებლობას, რომ შექმნა ადამიანი, რომელიც იქნებოდა ლოიალური, ეფექტური, კონტროლირებადი. ადამიანი, რომელიც შეეძლო მართა რუსეთი ბიზნეს პრინციპებით, რომელიც შეეძლო შექმნა სტაბილურობა, რომელიც შეეძლო დაეცვა ბიზნეს ინტერესები. მაგრამ ბადრი შეცდა. ის არ გაითვალისწინა ერთი რამ, ის არ გაითვალისწინა, რომ ძალაუფლება იცვლის ადამიანებს. ის არ გაითვალისწინა, რომ ადამიანი, რომელიც ოდესღაც იყო ლოიალური, შეიძლება გახდეს დამოუკიდებელი. ის არ გაითვალისწინა, რომ ადამიანი, რომელიც ოდესღაც იყო კონტროლირებადი, შეიძლება გახდეს კონტროლერი. და ის არ გაითვალისწინა, რომ სისტემა, რომელსაც ის ეხმარებოდა შექმნაში, შეიძლება გადაექცა რაღაცად, რასაც ის არასოდეს არ წარმოიდგენდა. 1995 წელს, როცა ბადრი პირველად შეხვდა პუტინს, რუსეთი იყო ქაოსში.
ბორის ელცინის მმართველობა იყო სუსტი, ეკონომიკა იყო კოლაფსის ზღვარზე, ოლიგარქები იყოფოდნენ ბანაკებად. ბადრი ხედავდა ამ ქაოსში შესაძლებლობას, რომ შექმნა ახალი წესრიგი, ახალი სისტემა, ახალი ლიდერი. და ის გადაწყვიტა, რომ ინვესტიცია გაეკეთებინა ამ ხედვაში. ინვესტიცია, რომელიც მოიცავდა არა მხოლოდ ფულს, არამედ დროს, ენერგიას, კავშირებს, რისკებს. 2000 წლისთვის, როცა პუტინი გახდა პრეზიდენტი, ბადრის ინვესტიცია გამოიღო დივიდენდები. პუტინი იყო ძლიერი, სტაბილური, ეფექტური. რუსეთი იწყებდა აღდგენას. ეკონომიკა იზრდებოდა. ქაოსი იცვლებოდა წესრიგით. მაგრამ ბადრი იწყებდა გაგებას, რომ ეს წესრიგი არ იყო ის წესრიგი, რომელსაც ის წარმოიდგენდა. ეს იყო წესრიგი, სადაც ძალაუფლება იყო ცენტრალიზებული, სადაც კონტროლი იყო აბსოლუტური, სადაც არავინ იყო უსაფრთხო, თუნდაც ის ადამიანები, რომლებმაც დაეხმარეს ამ სისტემის შექმნაში. 2006 წლისთვის ბადრი იყო სრულად გაცნობიერებული იმისა, რომ მან შექმნა რაღაც, რასაც აღარ აკონტროლებდა. ის ხედავდა, როგორ იცვლებოდა რუსეთი, როგორ იხურებოდა დამოუკიდებელი მედია, როგორ ისჯებოდნენ ოპოზიციონერები, როგორ ქრებოდნენ ადამიანები, რომლებიც ბედავდნენ გამოეწვიათ სისტემა. და ის იცოდა, რომ ის თავად შეიძლება გამხდარიყო შემდეგი სამიზნე, რადგან ის იცოდა ძალიან ბევრი, ძალიან საშიში ინფორმაცია. 2007 წლის იანვარში, როცა ბადრიმ გადაწყვიტა მისცეს ინტერვიუ BBC-სთვის, ის იცოდა, რომ ეს იყო მისი უკანასკნელი შანსი, რომ ეთქვა სიმართლე, უკანასკნელი შანსი, რომ გაემჟღავნებინა ის, რაც ხდებოდა, უკანასკნელი შანსი, რომ გაეფრთხილებინა მსოფლიო. და ის გააკეთა ეს. ის თქვა ის, რაც უნდა ეთქვა. ის გაამჟღავნა ის, რაც უნდა გამჟღავნებულიყო. და ის გადაიხადა ფასი, რომელიც შეიძლება იყო მისი ცხოვრება. დღეს 15 წლის შემდეგ ბადრის გარდაცვალების შემდეგ, ჩვენ ვიცით მეტი, ვიდრე ოდესმე. ჩვენ ვიცით, რომ ბადრი პატარკაციშვილი არ იყო უბრალოდ ბიზნესმენი. ის იყო ადამიანი, რომელმაც ითამაშა ცენტრალური როლი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ტრანსფორმაციის შექმნაში თანამედროვე ისტორიაში. ჩვენ ვიცით, რომ მისი ურთიერთობა ვლადიმერ პუტინთან არ იყო უბრალოდ ბიზნეს პარტნიორობა, ეს იყო რთული მრავალშრიანი ალიანსი, რომელმაც შეცვალა რუსეთის ბედი. და ჩვენ ვიცით, რომ მისი გარდაცვალება დატოვა კითხვები, რომლებზეც ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილი პასუხები. ბადრი პატარკაციშვილის ისტორიის შემდეგ რუსეთი გააგრძელა თავისი გზა, რომელიც გახდა სულ უფრო ავტორიტარული, სულ უფრო ცენტრალიზებული, სულ უფრო კონტროლირებადი. პუტინი, რომელიც ოდესღაც იყო უცნობი იურისტი, გახდა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ლიდერი თანამედროვე მსოფლიოში. მისი მმართველობა გრძელდება უკვე 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მმართველობა, რომელმაც შეცვალა არა მხოლოდ რუსეთი, არამედ მთელი მსოფლიო. ბადრის ახლო თანამშრომლები, რომლებიც გადარჩნენ, დღეს ცხოვრობენ სხვადასხვა ქვეყნებში, ზოგი ლონდონში, ზოგი თბილისში, ზოგი ისრაელში. ისინი ინარჩუნებენ ჩუმობას, ცხოვრობენ ჩრდილში, ცდილობენ დაივიწყონ ის, რაც იცოდნენ. მაგრამ ზოგიერთი მათგანი, როგორც გიორგი, გადაწყვეტს საუბარს, რომელიც ეხმარება ახალ თაობას გაიგოს, რა მოხდა მართლა. პავლე ბოროდინი, ადამიანი, რომელმაც პირველად გააცნო ბადრი და პუტინი ერთმანეთს, განაგრძობდა თავის კარიერას რუსეთის ხელისუფლებაში რამდენიმე წლის განმავლობაში, მაგრამ შემდეგ თანდათანობით გადადგა ჩრდილში. მისი როლი ამ ისტორიაში რჩება ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და ყველაზე ნაკლებად გამჟღავნებულ ასპექტად. ანა, ახალგაზრდა ჟურნალისტი, რომელმაც დაიწყო ბადრის არქივის აღდგენა, აგრძელებს თავის მუშაობას. მიუხედავად საფრთხეებისა, მიუხედავად მუქარებისა, მიუხედავად იზოლაციისა, ის რჩება ერთგული თავის მისიისთვის, რომ გაამჟღავნოს სიმართლე. მისი სტატიები კითხულობს მილიონობით ადამიანი მთელ მსოფლიოში, ადამიანები, რომლებიც ეძებენ პასუხებს, რომლებიც ეძებენ სიმართლეს, რომლებიც ეძებენ გაგებას იმისა, თუ როგორ მუშაობს ძალაუფლება თანამედროვე მსოფლიოში. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა რჩება უპასუხოდ, რა იქნებოდა, რომ ბადრი არ დაეხმარებოდა პუტინს იმ შორეულ 1995 წელს. როგორ შეიცვლებოდა რუსეთის ისტორია? როგორ შეიცვლებოდა მსოფლიოს ისტორია? ეს არის კითხვა, რომელზეც ჩვენ არასოდეს მივიღებთ ზუსტ პასუხს. მაგრამ ეს არის კითხვა, რომელიც აიძულებს ჩვენ, რომ ვფიქრობდეთ იმაზე, თუ როგორ ერთი გადაწყვეტილება, ერთი შეხვედრა, ერთი ინვესტიცია შეიძლება შეცვალოს ყველაფერი. ბადრი პატარკაციშვილის ისტორია არ არის დასრულებული. ის გრძელდება ყოველ ახალ დოკუმენტში, რომელიც გამოდის ზედაპირზე, ყოველ ახალ მოწმეში, რომელიც გადაწყვეტს საუბარს, ყოველ ახალ თაობაში, რომელიც იწყებს კითხვების დასმას. და იქნებ ეს არის ბადრის ნამდვილი მემკვიდრეობა, არა პასუხები, არამედ კითხვები.
კითხვები, რომლებიც არასოდეს გვაძლევენ მშვიდობით დავისვენოთ, კითხვები, რომლებიც აიძულებენ ჩვენ, რომ ვეძებდეთ სიმართლეს, კითხვები, რომლებიც აჩვენებენ, რომ ისტორია არასოდეს არის მხოლოდ შავი და თეთრი, ის ყოველთვის არის რთული, მრავალშრიანი, სავსე ჩრდილებით. დღეს, როცა თქვენ უსმენთ ამ ისტორიას, თქვენ ხართ ნაწილი მისი გაგრძელებისა. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტენ, რა გააკეთონ ამ ინფორმაციით, დაივიწყონ მას, გაიზიარონ მას, თუ გააგრძელონ ძიება. და ეს არის ის, რაც ბადრი სურდა, ის სურდა, რომ ადამიანებმა არ შეწყვიტონ კითხვების დასმა, არ შეწყვიტონ სიმართლის ძიება, არ შეწყვიტონ ბრძოლა იმისთვის, რომ ისტორია არ დაიკარგოს, არ დაივიწყოს, არ გაყალბდეს. პატივცემულო მაყურებლებო, თუ თქვენ მიხყევით ამ ტრაგიკულ ისტორიას ბოლომდე, დაწერეთ კომენტარებში, რომელი ქალაქიდან ხართ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, სად ახსოვთ ჯერ კიდევ ბადრი პატარკაციშვილი. და გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგრჩეთ სიმართლე ისტორიის იდოლების შესახებ.